გადავშალოთ ბიბლია. წმინდა მარკოზის სახარება. მეორე თავი. მარკოზის სახარება მეორე თავი. მუხლები 13-დან 17-ის ჩათვლით. 13-17. კვლავ გავიდა ზღვაზე და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა, გამომყევი მე. ისიც ადგა და გაჰყვა მას. როცა მის სახლში დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. და რაკი ფარისეველთა წიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს, რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან? ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ, მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ, მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გაცხადება შენი ნებისა. შენი სულის მადლით მოგვანიჭე, რათა ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას, ვერ წმუნდოთ შენს ძეზს. რწმენი დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ეს რწმენა ვაუწყოთ სხვებს. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. ნეტარი ავგუსტინე თავის ერთ-ერთ შრომაში სახელწოდებით მახარებელთა შესატყვისობა მეორე წიგნში ამბობს შემდეგს. ცოდვილების სნეულებთან შედარება ნათლად გვიჩვენებს, რა სურს ღმერთს. მოუწოდებს რა ცოდვილებს, როგორც ექიმი სნეულებს. ცოდვისაგან, ურჯულოებისაგან გადარჩენა, როგორც ავადმყოფობისაგან. ნეტარი მამის ეს სიტყვები ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საკითხულ ნაწყვეტში ლაპარაკია ცოდვილების გადარჩენაზე, როგორც ავადმყოფების განკურნებაზე. ქრისტე გვევლინება როგორც ექიმი, ცოდვილები როგორც ავადმყოფები, ცოდვა როგორც დაავადება, გადარჩენა როგორც განკურნება. ჩვენი ტექსტი სულ მცირე სამ რამეს ამბობს. პირველი, როგორ ინკურნებიან, გადარჩებიან ცოდვილები, ავადმყოფები. მეორე, რაში მდგომარეობს გადარჩენა, განკურნება. და მესამე, რომელი ცოდვილები, ავადმყოფები გადარჩებიან, განიკურნებიან. მაშასე სამი რამ, როგორ, რაში მდგომარეობს და რომელი. დავიწყოთ პირველი პუნქტით. როგორ? რას გვეუბნება ტექსტი? როგორ გადარჩებიან, როგორ განიკურნებიან ავადმყოფები, სნეულებები. ზემოდადებო, ქრისტეს დაძახებით.
ქრისტეს დაძახებით, ქრისტეს ხმობით. როდესაც იესომ გაიარა, დაინახა საბაჟოსთან მდგომარე, ჯდომარე უпростоრად, ლევი ალფესი. ანუ დაინახა ავადმყოფი, ექიმმა დაინახა ავადმყოფი. როგორც ამბობს ნეტარი ავგუსტინე. ღმერთი გვიხმობს ჩვენ როგორც ექიმი ავადმყოფს. აი ექიმმა ჩაუარა დავრდომილს, დასნეულებულს. და როგორ განკურნა? მოუწოდა მას. გამომყევი მე. და ის გაჰყვა მას, ანუ განიკურნა. ქრისტეს სიტყვას, ქრისტეს მოწოდებას აქვს ენით გამოუთქმელი ძალა. ქრისტეს დაძახებამ ყდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი. გვახსოვს თუ არა სახარებით? მისმა ხმამ სამარხიდან გამოიყვანა ლაზარე, 4 დღის მკვდარი. თქვენ გონიათ ქრისტეს მოხმობას, ქრისტეს ხმას, ქრისტეს ძახილს არ აქვს ძალა? მას აქვს მაცხოვრებელი, განკურნებელი ძალა. გავიხსენოთ უფლის სიტყვები. ქრისტეს სამწყსოს ცხოვრების პირველი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი რა არის? ქრისტეს ცხოვრებს ესმით წემსის ხმა. ეს ხმა წემსისა მათგულებში აღბეჭდილია. იმიტომაც გახდნენ ისინი სამწყსოს ცხოვრები, რომ გაიგონეს წემსის ხმა. თუ არა და ვერასოდეს ვერ გახდებოდნენ. იესოს სიტყვებს აქვს ძალა, რომელსაც შეუძლია ცოდვილის გადარჩენა, ანუ ავადმყოფის განკურნება. როდესაც ასისთავი, ცენტურიონი, რომაელი ჯარისკაცი ევედრებოდა ქრისტეს თავისი მსახურის განკურნებაზე, რას ამბობდა? რით გამოირჩა ის, როგორც განსაკუთრებული მორწმუნე. მან თქვა, თქვი მხოლოდ სიტყვა. არ არის საჭირო რომ შემოხვიდე, არ არის საჭირო რომ ხელები დაასხა. თქვი მხოლოდ სიტყვა და განიკურნება ჩემი მსახური. ამიტომაც გაუცდა ქრისტე, როდესაც ასისთავის ასეთი რწმენა შეიტყო. მას ჯეროდა ქრისტეს სიტყვის ძალისა. მან წარმოიდგინა ჩვეულებრივი ყოფითი მაგალითი, როდესაც ზემდგომი განკარგულებას გასცემს და ამ განკარგულებას ასრულებენ. და თქვა, მხოლოდ თქვის სიტყვა და ჩემი მსახური განიკურნება. შეხედეთ ლევი ალფეს განკურნებას, გადარჩენს. ეს იგივე მათია. იგივე მათე. ზემორეხსენებულ ნაშრომში ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, რომ მათე და ლევი ალფესი ეს ერთი და იგივე პიროვნება. მათეს სახარებაში ის არის წოდებული როგორც მათე, მარკოზის სახარებაში როგორც ლევი ალფესი. შეხედეთ ქრისტეს ერთმა დაძახებამ რა გააკეთა ამ პიროვნების ცხოვრებაში. იცით თუ არა, რომ იესო ქრისტეს მორწმუნეები იწოდებიან ქრისტე იესოს ხმობილებად, ანუ მოწოდებულებად. თქვენ არ იქნებოდით მორწმუნეები, ვინც ხართ და იმედი მაქვს ყველა ხართ. თქვენ ვერ იქნებოდით ვერანაირად მორწმუნეები იესო ქრისტეს რომ არ დაეძახათ თქვენთვის თქვენს გულებში.
აბა შეხედეთ, წმინდა პავლე მოციქული რომაელებს წერს, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნო, სად რომი და სად ქრისტე. როდესაც ამ წერილს წერს, ეს დაახლოებით 60-იანი წლებია, იესო უკვე დიდი ხანია მიწაზე აღარ იმყოფებოდა. მაგრამ ეუბნება მორწმუნეებს, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნო, გეკითხებით, იესო რომში ჩავიდა და იქ თითოეულს მოუწოდა? ფიზიკურად არა. მაგრამ ჩვენ დღეს გვესმის ქრისტეს ხმა მის სახარებაში. წმინდა პავლე მოციქული ამბობს და ეს სიტყვები ჩემ წინ არის ყოველთვის. მე არ მცხვენია სახარების, რადგან ღვთისძალა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად. ანუ ღვთისძალა ის ყოველი ავადმყოფის განსაკურნებლად. დღეს ქრისტეს ხმა ისმის მის სახარებაში, ისმის სულიწმიდის ძალით ჩვენს გულებში. და გვახსოვდეს, ამ ხმას შეუძლია მკვდრის გაცოცხლება. ამ ხმას შეუძლია სასწაულების გაკეთება, მაგრამ ყველაზე დიდი სასწაულთა შორის ეს არის ადამიანის შეცვლა. ეს არის სულის გადარჩენა. ღმერთი მოუწოდებს ცოდვილს როგორც ექიმი ავადმყოფს. გადარჩენა ცოდვისაგან არის განკურნება დაავადებისგან. ქრისტე არის ექიმი. ცოდვილი ეს არის ავადმყოფი. ავადმყოფობა ეს არის ცოდვა. გადარჩენა ეს არის განკურნება. ქრისტემ იოანეს სახარების მეხუთე თავში ბრძანა, რომ მკვდრები გაიგონებენ ღვთისძის ხმას და რომ გაიგონებენ რას იზამენ? გაცოცხლდებიან. და ეუბნება მოდის დრო, ამბობს უფალი, რომ სამარხში მყოფები, არა მარტო ლაზარე, ან 1-2, არამედ ყველა ვინც დასაფლავებულია. იცით ვისი ხმით აღდგებიან? რა დროსაც არ უნდა იყვნენ დასაფლავებული, ან შეიძლება საერთოდ არ იყვნენ დასაფლავებულნი. მხედველობაში მაქვს მათი სხეულები განადგურებული იყოს. ვისი ხმით წამოდგება ყველა მკვდარი? ოდესმე მომკვდარი. ვისი ხმით? არსებობს მხოლოდ ერთი პიროვნება, რომლის ხმასაც ემორჩილება სიკვდილი, უკანასკნელი მტერი. გესმით, სიკვდილი თავად მორჩილებაშია ქრისტეს ხმისადმი. იესომ თქვა, მოდი ჟამი, როდესაც სამარხში მყოფები, ანუ მკვდრები, მოისმენენ ღვთისძის ხმას. როგორ მოისმენენ თუ მკვდრებია? აღარ არსებობს, სხეულიც აღარ არსებობს მათი. მოისმენენ სამარხში მყოფები და გაცოცხლდებიან. აი ამ ხმამ გადაარჩინა ლევი, იგივე მათი, ლევი ალფესი. მოდით ახლა შევხედოთ, რაში მდგომარეობს გადარჩენა, რაში მდგომარეობს განკურნება. ჩვენ ვთქვით, პირველ ნაწილში, როგორ ხდება გადარჩენა, როგორ ხდება განკურნება. იესო ქრისტეს ხმობით, იესო ქრისტეს ძახილით. გადარჩენილები ესენი მოწოდებულნი არიან. თვითონ გადარჩენა რაში მდგომარეობს? შევხედოთ ტექსტს. როდესაც იესომ დაუძახა ლევის, რა მოხდა? მან თქვა სიტყვა და რაღაცა მოხდა. არც ერთი სიტყვა ქრისტესი მოქმედების გარეშე არ რჩებოდა. შედეგის გარეშე არ რჩებოდა. თითოეული ქრისტეს სიტყვა იყო ძალიან კონკრეტული, ქმედითი და შედეგიანი. რა მოხდა? ლევი ალფესი გაჰყვა ქრისტეს. ძმებო-დებო, გადარჩენა ცოდვისაგან, განკურნება ცოდვის ავადმყოფობისაგან, სხვა არაფერია თუ არა გაყოლა ქრისტესი. გეკითხებით, თქვენ განკურნებულები ხართ? გადარჩენილები ხართ? რას ნიშნავს ეს? ტოლობის ნიშანი დავსვათ. ეს ნიშნავს მისდევთ ქრისტეს თუ არა? მიყვებით ქრისტეს თუ არა? თუ უბრალოდ სიტყვებით ვამბობთ, წამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, წამს რომ იესო არის ქრისტე,
ხშირად ჩვენ ვეუბნებით, აი თქვი, მონანიების ლოცვა თქვი და გადარჩენილი ხარ. ვაკეთებ თუ არა, ან ვაკეთებდი თუ არა, ან გაგიგონია თუ არა, ასეთი რამ. აი როგორც კი იტყვის მონანიების ლოცვას, გადარჩენილია თითქოს ამ მონანიების ლოცვას აქვს რაღაცა მაგიური ძალა. იტყვის ამ ლოცვას და მორჩა. და როდესაც ეკითხებიან ადამიანს, გადარჩენილია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მონანიების ლოცვა კითხვა. და მე რა რომ თქვა? არის პიროვნებები 30 ჯერ თქვის. 50 ჯერ, 100 ჯერ. რა არის გადარჩენა? რა არის განკურნება? რა არის განიკურნო კიბოსგან? განუკურნებელი სენისგან, სოდვეს განუკურნებელი სენი. კიბოზე ვარესია. კიბოს ხელს კლავს. მაგრამ სოდვა სულს კლავს. რა არის უფრო ტკივნეული, უფრო ეფექტური? იესოს სიტყვას შეუძლია განკურნება ყველანაირი სენისგან. სოდვის სენისგან. თუ სოდვის სენისგან შეუძლია განკურნება, შესაბამისად ყველანაირი სენისგან შეუძლია განკურნება. მაგრამ რა არის განკურნება? განკურნება ეს არის იგივე გადარჩენა, როგორც ეს ტექსტი ჩვენ გვასწავლის, ისე ვიმეორებ. წმინდა ავგუსტინეს შესანიშნავ სიტყვებს. ღმერთი მოგვიწოდებს ჩვენ როგორც ექიმი ავანტყოფს. და რაში მდგომარეობს ეს განკურნება? გაყოლაში, მიდევნებაში. ქრისტეს მიდევნებაში, ქრისტეს გაყოლაში. მინა გითხრათ, რომ ესეც არის უტყუარი ნიშანი ქრისტეს სამწყსოს ცხრისა. რა არის მეორე ნიშანი თუ გვახსოვს? რა თქვა იესომ? ერთი მას ესმის, ხმა და მეორე არა მარტო ესმის, რა შვება? მიყვება. გვახსოვს რა თქვა იესომ? მიყვება. ქრისტეს ხვარი ყოველთვის მიყვება ქრისტეს. თუ შენ ქრისტეს არ მიყვები, შენ არ ხარ მისი ხვარი. შეიძლება ხარ ხვარი, არ ვიცი, მაგრამ ისი სამწყსოსი არის. ეს არის ნიშანი, ნიშანი გადარჩენისა. გახვე მას. გახვე მას. იყო მისი მსგავსი, დაემსგავსო მას, დღითი დღე. განკურნება ნიშნავს სოდვისაგან გათავისუფლებას. ქრისტეს დამსგავსებას. რა არის ღმერთის ჩანაფიქრი? გახსოვს ჩვენ რომ ვიკრიბებოდით ზეპირად ვისწავლეთ. გახსოვს ლუკა? მერვე თავი რომელიც. ეხლაც გახსოვს? ძალიან კარგი. სულ გახსოვდეს ყოველთვის. სხვები ვერ ხვდებიან ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. თუ ხვდებით. რა არის ღმერთის ჩანაფიქრი? მაცხოვნებელ გეგმაში რა შედის? ვინ წინასწარ იცნო? რა არის ღმერთის ჩაფიქრება? რომ ჩვენ გავხდეთ მისი ძის ხატების მსგავსი. აი ეს არის ღმერთის საბოლოო გეგმა. გადარჩენა ნიშნავს დამსგავსებას. გადარჩენა ცოდვისაგან, განკურნება იმისათვის, რომ დაემსგავსო ქრისტეს. იყო ქრისტეს მსგავსი. გახვე მას. გორდონ ფი და დუგლას სტიუარტი, ორი ცნობილი ავტორი თეოლოგი. გორდონ ფის არერთი წიგნი დაუწერია, მაგრამ ერთი ყველაზე უფრო ცნობილია. ალბათ შენ წაკითხული გექნება. კი. როგორ წაიკითხო ბიბლია, ისე რომ აღმოაჩინო სიმდიდრე განძი. How to read the Bible for all its worth. აი ეს სახელწოდება. მაგრამ ფის აქვს კიდევ ერთი
და დუგლასი ფი აღარ არის ცოცხალი, გარდაიცვალა 2022 წელს. დუგლასი ჯერ კიდევ ცოცხალია, ის იყო პროფესორი ძველი აღთქმისა. მათ აქვს კიდევ ერთი ძალიან წიგნი How to read the Bible book by book. ხო, შეინიშნა და შესანიშნავი წიგნია, სადაც თელ ბიბლიას, თითოეულ წიგნს ძალიან ისტორიული კონტექსტით განმარტავს ეს ორი ავტორი. ფი და სტიუარტი. ის ამბობს, რომ მარკოზის სახარება, აი ისტორიული კონტექსტი, როდის დაიწერა ეს სიტყვები, რა ჩვენ დღეს მოვისმინეთ, როდის დაიწერა? ფი და სტიუარტი ამტკიცებენ, რომ და ისინი არ არიან მარტონი ამ მტკიცებაში. ეს წიგნი მარკოზის სახარება, მეაქცეთ ყურადღება, დაიწერა მაშინ, როდესაც რომში გამოცხადებული იყო ქრისტიანთა ჰოლოკოსტი. მე ვიმეორებ ფის სიტყვას. რას ნიშნავს ქრისტიანების ჰოლოკოსტი? ცოცხლად წვავდნენ. ჰოლოკოსტი ნიშნავს სრულად დაწვას. ცოცხლად წვავდნენ ქრისტიანებს. ბახში ნერონი იყო ინიციატორი, ეს ტირანი, დიქტატორი. ბახში ცოცხლად წვავდნენ. მთელი გზა გაანათეს ქრისტიანების სხეულებით. ჯვარს აცმევდნენ და შემდეგ წვავდნენ ცოცხლად. აი ეს ქრისტიანების აგიზგიზებული სხეულები ემსახურებოდა ნათურებს. აი ასე დროს ფი ამბობს, რომ რომში გამოცხადებული იყო მკვლელობა. აი ამ დროს იწერება მარკოზის პატარა წიგნი. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ მოციქულთა მოწაფე პაპიასი ჰიერაპოლელი, წმინდა პაპიას ჰიერაპოლელი, მოციქულთა მოწაფე, მისი ნაშრომი სახელწოდებით უფლის სიტყვათა განმარტებანი ჩვენამდე არ არის მოღწეული, ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტები და სხვა ავტორების მიერ ციტატები ამ დიდებული წიგნიდან. ეს არის მეორე საუკუნე. და წმინდა პაპიასი ამტკიცებს, რომ მარკოზის სახარება დაიწერა, როგორც კი მოკლეს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე. თქვენ იცით, რომ ეს ორი მოციქული ერთდროს მოკლეს რომში. წმინდა პეტრეს სიკვდილი იყო ჯვარცმა, ხოლო წმინდა პავლესი თავის მოკვეთ. და როგორც კი მოკვდნენ ისინი, წმინდა პაპიასის მიხედვით დაიწერა მარკოზის სახარება. დაახლოებით თარიღდება 65 წლით. ახლა კი შეხედეთ, აი რატომ იყო სავალდებულო ამის თქმა, შეხედეთ რა კონტექსტში ეს ნათქვამი ადგა და გაყვა მას. ახლა ადვილია ჩვენს ყოფაში იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩვენთან, ხოლო დასავლეთში ძალიან ადვილია იყო კათოლიკე ან პროტესტანტი. მაგრამ იყო ასეთი, სადაც არის დევნა, სადაც შენ გდევნიან ანკლავენ და იცი რომ შენი რწმენის გამო გელოდება სიკვდილი, აი მაშინ როგორია გაყოლა ქრისტესი, გეკითხებით. ხო სხვანაირია. როდის ამბობს მარკოზი ამ სახარების ავტორი, ტრადიციის მიხედვით, წმინდა პეტრეს მოციქული მოწაფე, დივანი, მისი საყვარელი ძე, სულიერი ძე, რა თქმა უნდა. როდის ამბობს, ან რა მოხმობა ეს, ან რა გამოწვევაა ჩვენთვის დღეს? სტიუარტი და ფი ზემორეხსენებულ წიგნში ამბობენ, რომ აი ამ სახარებით და ამ სიტყვებით კონკრეტულად მარკოზი ამხნევებს ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებიან.
ეს სახარება არის გამამხნევებელი სიტყვა იმ ქრისტიანებისთვის, რომლებმაც აიღეს ჯვარი. ეს სახარება არის გამხნევება იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც იდევნებიან, რომ იესო ნამდვილად მესია, რომ თქვენი რწმენა არ გაცუდდება, არ გამტყუნდება, რომ თქვენ საბოლოო ჯამში მაინც გამარჯვებულები იქნებით. ნუ გეშინიათ მხეცების. მხოლოდ ამ სახარებაში წერია, რომ გამოცდის შემდეგ, გამოცდის დროს უდაბნოში იესო იყო მხეცებთან. მიეღწიათ ყურადღება, სხვაგან არ წერია, რატომ? პირველ ქრისტიანებს სად ყრიდნენ? ვის საჯიჯგნად? მხეცების. და არის მოსაზრება, რომ ის გამხნევებას უგზავნის ამ სახარებით ასეთ მორწმუნეებს, რომლებსაც ელოდებათ მხეცებთან შეხვედრა და ეუბნება, ნუ გეშინიათ. იესო იყო მხეცებთან, თქვენამდე იყო იესო მხეცებთან. ნუ გეშინიათ ამფითეატრების, სადაც მოგიწევთ მხეცებთან პირისპირ შეხვედრა. ნუ გეშინიათ, ვინაიდან იესო უკვე იყო მხეცებთან. რა არის გადარჩენა? ზოგს გონია გადარჩენა ეს არის გართობა, პიკნიკზე წასვლა, ჩაისმა, კარგი სიმღერები, გალობები. არიქა გათბობა არ გაითიშოს, არიქა სინათლე არ ჩაქრეს. მაქსიმალური კომფორტი. როგორ მოვიდე მსახურებაზე, წვიმა მოდის, მეზარება, სხვა საქმე მაქვს და ასე შემდეგ. გაყოლა. ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში, რომელშიც იწერებოდა და შევადაროთ დღევანდელი დღე. რას ნიშნავდა იმ დროს ადგე და გაყვე ქრისტეს? რას ნიშნავდა იცით? მოაწერო ხელი შენ სიკვდილზე. თქვენ როდესაც გახდით მორწმუნეები და ეკლესიის წევრები, მოაწერეთ ხელი თქვენ სიკვდილზე. თქვენი სამსახურის დაკარგვაზე. დაკარგა თუ არა მათემ სამსახური? კითხოსო ამ კონტექსტში. მიატოვა თუ არა თავის სამსახური? რა თქმა უნდა, იესო არ გულისხმობს, რომ დღესაც ყველა მიატოვოს თავის სამსახური, ვინც გაჰყვება მას. მაგრამ ეს რას ნიშნავს? გადააფასოს ყველაფერი. სამსახური კარგია, ოღონდ მეორე ადგილას. ან მესამე, ან მეოთხე. პირველ ადგილას ქრისტე უნდა იყოს. და თუ სამსახურის ინტერესები და ქრისტეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ან ერთმანეთს კვეთს, უნდა ირჩიო არა სამსახური, არამედ ქრისტე. რო დავკარგო? კარგი, სხვანაირად დაგისვა მკითხვას. სამსახური რომ დაკარგო, კარგი, ქრისტე რომ დაკარგო? ფული რომ დაკარგო, კარგი, ქრისტე რომ დაკარგო? ჯანმრთელობა რომ დაკარგო, კარგი, ქრისტე რომ დაკარგო? ხედავთ, ეს არის ფასეულობათა სისტემა. მებაჟე იყო. როგორ გონიათ? ლევი ღარიბი იყო თუ მდიდარი? ყველაზე მდიდარი იმ დროს იყვნენ მებაჟეები. რატო? თაღლითები იყვნენ. იპარავდნენ. აბა ვინ გვახსოვს სახარებებიდან ძალიან მდიდარი მებაჟი? რა ერქვა? ყველაზე მდიდარ მებაჟს სახარებიდან. ზაქე, დაგავიწყდათ ზაქე, ბატონი ზაქე დაგავიწყდათ ხეზე 8-8. მებაჟეები იყვნენ. არ წარმოიდგინე, მებაჟე კი არ, ეს არის მეზვერე, ამკრეფი გადასახადის. რომაელებს ქალაქებში და განსაკუთრებულ ცენტრებში ადგილობრივები ყავდა დაქირავებულნი, რომ აეკრიფათ გადასახადები. და ისინი ძარცვავდნენ ღარიბებს. ისინი ბიზნესმენები კი არ იყვნენ, რაღაც პროდუქციას კი არ ქმნიდნენ. ხალხის ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ესენი იყვნენ გამდიდრებული, უკანონო გზით ადამიანები. და გამოჩნდა, უყურეთ, შეხედეთ როგორი სცენა ზის, რისთვის ზის იქ? ალბათ არ ვიცი, კომპიუტერი აქვს ჩართული, თამაშობს, ელოდება ახალ მსხვერპლს, რომ გამოსძალოს ფული, რომის სახელით. იუდეველებს ზულდათ მებაჟეები, მეზვერეები. ძალიან ზულდათ, იმიტომ რომ ისინი ითვლებოდნენ მოღალატეებად. გამყიდველები იყვნენ. საკუთარი ხალხის ფულით მდიდრდებოდნენ. რომაელების მიერ დაქირავებული, ოკუპანტების მიერ დაქირავებულები იყვნენ. და შეხედეთ სცენას, გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი, ალბათ მიირთმევდა ყავას.
ან თამაშობდა რაღაცა პროგრამა ქონდა ჩატვირთული ტელეფონში თედო ითვლიდა ფულებს რამდენს გამოსძალა რამდენი ქონდა ანგარიში და გაესმა ხმა გამომყევი მე და ამ ხმამ ყველაფერი შეცვალა წერია რა წერია ადგა და გაჰყვა მას თქვენ როგორ ფიქრობთ გააგრძელა იქ მუშაობა ქრისტე მოციქულად გახდა მიატოვა სამსახური პირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა იესო არ მოგვიწოდებს ყველა სამსახურის მიტოვა ზოგიერთი უნდა მიატოვოთ ზოგიერთი სამსახური მისატოვებელია პირდაპირ გეტყვით სამსახური რომელიც ავრცელებს სიკვდილს ავრცელებს გარყვნილებას რომელიც ძალავს ადამიანებს რომელსაც არ მოაქვს სარგებელი ადამიანისთვის ასე სამსახური მისატოვებელია პირდაპირ მნიშვნელობით თუ შენ ქრისტიანი ქვია და თუ ქრისტეს მართლა გაყევი და არა მარტო მონანიების ლოცვა წარმოთქვი და არა მარტო კვირას ამბობ მე მწამს ღმერთი და ასე შემდეგ დავიმახსოვროთ ეს ტექსტი ნათლად გვიჩვენებს რომ გადარჩენა ნიშნავს მიდევნებას მიმსგავსებას გაყოლას ქრისტესი გაიხსენეთ რა ისტორიულ კონტექსტში იწერებოდა ეს სიტყვები ქრისტიანები იყვნენ განწირულნი სასაკლაოდ, მოსაკლაოდ და მარკოზი ამ დროს ეუბნება, აი თქვენი განკურნება რაშია, გაყევით ქრისტეს. ზოგიერთი სამსახური პირდაპირ მნიშვნელობით მისატოვებელია. თუ ამ სამსახურით სარგებელი არ ჩდება ადამიანისთვის. სხვა სამსახური არ არის მისატოვებელი, მაგრამ გასაჩოჩებელია. ხო გვესმის განსხვავება მიტოვებასა და გაჩოჩებას შორის. რას გულისხმობ? უნდა გააჩოჩო. რატომ უნდა გააჩოჩო? რომ არ დაიკავოს ვისი ადგილი? ქრისტეს. რომ არ გახვე სამსახურს, არამედ გახვე ვის? ქრისტეს. სამსახური საჭიროა. იმიტომ რომ ღმერთი ამ სამსახურით გვაძლევს კურთხევას. შემოსავალს და ასე შემდეგ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჭეშმარიტი წყარო ჩვენი სიკეთისა არის ქრისტე. ის სამსახურიც ვერ მოგვიტანს ვერანაირ სიკეთეს. თუ დავკარგეთ, ან ჯანმრთელობა წაგვერთვა, ან კიდევ რაღაცა მოხდა, ან გაგვეთავისუფლეს უბრალოდ. ძმებო და დებო, გადარჩენა ცოდვისგან, ანუ განკურნება ნიშნავს გაჰყვე ქრისტეს და ემსგავსო მას. გადარჩე, იმიტომ რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს. თუ ადრე იტყუებოდი, აღარ მოიტყუო. თუ ადრე წყენებით გევსებოდა გული, დღეს თავისუფლად მიუტევ. თუ ადრე ქურდობდი, დღეს აკურთხო სხვა. თუ ადრე ღვთის სახელს გმობდი, დღეს განადიდო მისი წმინდა სახელი. თუ ადრე გეზარებოდა საღვთო წერილის კითხვა, ახლა უკვე ყოველ დღე მიმართავ მას როგორც ჭეშმარიტების წყაროს. და ბოლო მესამე პუნქტი. პირველი, როგორ გადარჩება ინკურნება ცოდვილი ავანტყოფი, მეორე, რა შემდგომარეობს გადარჩენა განკურნება ცოდვილი ავანტყოფის და მესამე, რომელი ცოდვილი გადარჩება განიკურნება. მეგობრებო, არსებობს ორი სახის ცოდვილები. ორი სახის ავანტყოფები. სულშორის ეს ქრისტეს სიკვდილის დროს გახდა ნიშანდობლივი. ქრისტეს დროს ორი ცოდვილი კვდებოდა მასთან ერთად. ორი ავაზაკი. იცით, ტრადიციაში, ქრისტიანულ ტრადიციაში ერთ ავაზაკს, ერთ ცოდვილს როგორ უწოდებენ? კეთილგონიერ ცოდვილს. ცოდვილი შეიძლება იყოს კეთილგონიერი დიახ, შეიძლება იყოს. და მეორე ცოდვილს უგუნურ ცოდვილს. ყველა ცოდვილია, მაგრამ ცოდვილები განსხვავდება ერთმანეთისგან. აი ამის თქმა სურს ამ ტექსტს ჩვენთვის. არსებობს ორი სახის ავადმყოფი. ერთი, რომელიც თვლის ავად არის, მაგრამ ამას არა ვარ ავად. და მეორე ავად არის და აღიარებს ავადავარო. ერთი, ნეტარი ავგუსტინე ერთ-ერთ თავის წერილში, თქვენ იცით რომ მას არა მარტო ტრაქტატები, განმარტებანი, არამედ წერილებიც აქვს.
ეპისტოლეები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია არაერთი და ერთ-ერთ თავის წერილში ნეტარი ავგუსტინი ამბობს, უგუნურია ის ავადმყოფი, რომელიც არ თვლის თავის თავს ავადმყოფად და არ მიმართავს ქრისტეს როგორც ექიმს განსაკურნებლად. ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომელ ავადმყოფს? თუ კარგი ექიმი არსებობს, რა თქმა უნდა, თაღლითი და არაპროფესიონალ ექიმზე არ ვლაპარაკობ. რომელ ავადმყოფს უფრო მეტი შანსი აქვს განკურნების, გამოჯამრთელების? ორივე დაავადდა, ორივეს ერთნაირი დაავადება აქვს. ერთი ამბობს, არა ვარ მიავადდა, არ მიდის ექიმთან. არა და შეიძლება განიკურნოს. და მეორე ამბობს, კი ავათა ვარ და მიდის და განიკურნება. რომელს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ დააღწიოს თავი ავადმყოფობას? რომელს? პირველს თუ მეორეს? აი ამ ორი ავადმყოფიდან რომელია კეთილგონიერი? რომელია უგუნური? ნეტარი ავგუსტინი ამბობს, უგუნურია ის ავადმყოფი. შეხედეთ, ჩვენს ტექსტში არის ორი სახის ცოდვილები. არის თუ არა, აბა აღმოაჩინეთ თქვენ თვითონ. თქვენ თვითონ აღმოაჩინეთ ამ ტექსტში. ავადმყოფები ისიც და ისიც, ორი სახის ავადმყოფები. ერთნი ეს არია მეზვერეები და მეორე 16 მუხში ფარისეველნი და მწიგნობარი. ხედავთ თუ არა? განსხვავებას ხედავთ თუ არა? რომელი იკურნება? ფარისევლები და მწიგნობრები, ხო? არა, იესომ თქვა, მე ვარ ექიმი, მე მოვედი ცოდვილებისთვის, ავადმყოფებისთვის, მე არ მოსულ ვარ მართლებისთვის. ვის გულისხმობდა იესო მართლებში? გაგიგიათ ნეტარი თეოფილე ბულგარელი, მე-11-მე-12 საუკუნეები. ბიბლის ყველა წიგნზე აქვს განმარტება გარდა ერთი წიგნისა. გამოცხადება. ძალიან პოპულარული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი გახლავთ. გაგიგიათ ხო? ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. შესანიშნავად განმარტავს მე-17 მუხს და ამბობს, ქრისტე დასცინის ამ სიტყვით. იცით მართალი ვინ არის ამ ტექსტში? ის, ვინც საკუთარ თავს იმართლებს საკუთარი საქმეებით. ასე განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. პროტესტანტი არ იყო. მე-11-მე-12 საუკუნეებია. იმიტომ რომ აშკარა ამ ტექსტში არ დაინახო ეს, ნიშნავს ვერ კითხულობდი ამ ტექსტს, ბრმა იყო. იესო დასცინის, თქვენ ხართ მართლები. მართლები კი არ იყვნენ სინამდვილეში, ეს ირონია. ხო ან სხვაებთ? პირდაპირ ნათქვამ სიტყვას და ირონიით ნათქვამ სიტყვას. ეს ირონიით ნათქვამი სიტყვა. შეიძლება სარკაზმიც არის, ეს არის უფრო გამწვევებული ირონია. ყოველ შემთხვევისათვის თეოფილაქტი ამბობს, რომ იესო დასცინისომა და ამბობს, თქვენი თავები მიგაჩნიათ როგორებად? მართლებად. და ამ მებაჟეებმა ისედაც იციან, რომ ავად არიან. და თქვენ ავად ხართ, მაგრამ ამბობთ, არ ვართ ავათო. რამდენი ცოდვილი დაიარება დღეს, რამდენი ცოდვილი მოდის დღეს ეკლესიაში და ამბობს, არ ვარ ცოდვილიო. რამდენი ცოდვილი იმართლებს თავის თავს, რამდენი ავადმყოფი დღეს საკუთარ თავს კურნავს. გახსოვთ იმ ქალის ამბავი, 12 წელი რომ ცდილობდა განკურნებას. ყველაფერი, ყველა ზომა, ყველა წამალი გამოიყენა. მაგრამ რა წერია? უფრო უარეს მდგომარეობაში მოვიდა. რატომ? იმიტომ რომ სათანადო მკურნალობა არ ქონდა მას. რას ნიშნავს იყო მართალი ამ კონტექსტში? ნიშნავს შენი საქმეები, შენი მცდელობები, შენი მარხვები, შენი ლოცვები შეეცადო შენი საკუთარი თავის გადარჩენას. მაგრამ იყო კეთილგონიერი ავადმყოფი, ანუ ცოდვილი, ნიშნავს თქვა, მე არ შემიძლია ჩემი თავის გადარჩენა. მე იმდენად ცოდვილი ვარ, იმდენად დიდია ღმერთის მოთხოვნა, სტანდარტი სიწმინდისა, თამასა, იმდენად მაღლა აწეული, რომ შევიდეთ სათასასუფეველში, რომ მე ვარ განწირული და მე მჭირდება შველა. მე მჭირდება განკურნება. და ჩემი მშველელი და მკურნალი არის ერთადერთი იესო ქრისტე. აი ამას ნიშნავს იყო გონიერი ცოდვილი. რომელი გსურთ იყოთ გონიერი თუ უგუნური? იყოთ მართალი ბრჭყალებში, მართალი აი ამ ტექსტში, ვიზეც იესო იცინის, როგორც ნეტარი თეოფილაქტე ამბობს,
დასცინის და ამბობს თქვენ გონიათ რომ მართლები ხართ, ამიტომაც არ გჭირდება ჩემი თავი. ქრისტე ვის სჭირდება? გჭირდება თუ არა ქრისტე? დაუსვი შენ თავს კითხვა, თუ იტყვი კი, ნიშნავს შენ ხარ კეთილგონიერი ავადმყოფი. შენ მიაგენი კარგ ექიმს, არ მოგატყუებს ეს ექიმი. და უფასოდ გიმკურნალებს. უფასოდ შენთვის, მაგრამ არა უფასოდ მისთვის. იმისათვის რომ გამხდარიყო ჩვენი ექიმი და განეკურნა ჩვენი სული, განეკურნა ჩვენი სხეული, აღედგინა ჩვენი თავი მკვდრედით, მას ეს ძალიან ძვირი დაუჯდა, ძმებო და დებო. ძალიან ძვირი დაუჯდა. ებრაელთა წიგნის მე-10 თავში ჩვენ კითხულობთ, როგორ მოვიდა ის ამ ქვეყნად. იქ წერია მე-10 თავში. აი როგორ შემოდის ქრისტე წუთის სოფელშიო. აი მოვდივარ შენი სიტყვის შესასრულებლათო. მიაქციეთ ყურადღება, ღვთისძე მოვიდა და დაგვემსგავსა ჩვენ იმისათვის რომ ჩვენ მისი დაძახებით დავემსგავსოთ ვის? მას. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის. თუ გესმის მისი ხმა, ადექი და გაყევი მას. რაც არ უნდა დაგიჯდეს. რაც არ უნდა ძვირი არ უნდა იყოს. საბოლოო ჯამში მან დიდსარგებელს ნახა. შეიძლება რაღაცის დათმობა მოგიწიოს. შეიძლება რაღაცა დათმობა მოგიწიოს მონეტიზაციის თვალსაზრისითაც, ანუ მატერიალურად. შეიძლება რაღაცა დაკარგო კიდეც. ან ვიღაც დაკარგო. მაგრამ საბოლოო ჯამში დიდსარგებელს ნახა. ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. ჩვენ უნდა ავდგეთ და გავყვეთ მას. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, ჩვენ უნდა გადავიქცეთ კეთილგონიერ ცოდვილებად. არა იმგვარ ცოდვილებად, რომლებიც ამბობენ, არა, მე არ მაქვს არაფერი ცოდვა. რას ამბობს იოანე? ვინც ამბობს, რომ არ მაქვს ცოდვა, რა შვებაო? პირველი ეპისტოლე იოანეს. რა შვებაო? იტყუებაო. იტყვე, მატყუ არა არის. რამდენი ადამიანი დღეს ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს დაღუპვას. იესო ამბობს, ვინ შთა გაგონა თქვენ? ვინ გაგაფრთხილა თქვენ? რომ თქვენი წარმომავლობის გამო თავს დააღწევთ გადარჩენას. არა, თქვენ პირადად გამოიღეთ თქვენი მონანიების ნაყოფი. მოეკეცით. არა ტანსაცმელი შემოიხიეთ, არამედ გული შემოიხიეთ. აღიარეთ თქვენი ცოდვები. ჩვენ დღეს გამზადებულები უნდა მივიახლოთ და მივუსხდეთ, დავსხდეთ ქრისტეს სუფრასთან. რას ნიშნავს ეს? იცით რას ნიშნავს ეს? იმედი მაქვს რომ თქვენ ასეთნაირები მობრძანდით და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით დღეს, რათა არ შეურაცხოთ უფლის სუფრა. რათა ის ჩვენთვის სასარგებლო გახდეს. რა უნდა გავაკეთოთ? წერია. ერთი სიტყვა. რა უნდა გავაკეთოთ? გამოვცადოთ. გამოცდა. თუ ორ სიტყვაში გნებავთ, გამოვცადოთ თავი. წერია გამოსცადეთ საკუთარი თავი. გამოსცადეთ, ხარ თუ არა წვენაში. გააზრებული თუ გაქვთ, რას ნიშნავს გადარჩენა? რომ გადარჩენა ეს არ არის მონანიების ლოცვის წარმოთქმა მარტო. გადარჩენა ეს არ არის ფორმალობა, რომ საეკლესიო წიგნში იყო ჩაწერილი შენი სახელი და გვარით. მოექცა ამა და ამ დროს, მოინათლა ამა და ამ დროს. არამედ ეს ნიშნავს ყოველდღიურ გაყოლას ქრისტესი. ბოლოს. მინდა გავიხსენო ალბერ კამიუ. ხოდაშორის ათეისტი. ფილოსოფოსი, მწერალი და მისი სახელგანთმული ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. უცხო. რომელიც შევიდა საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში. უცხო. თავარი გმირი დაიჭირეს. საუცხო სიუჟეტია.
კამიუ თავად ათეისტი იყო, მაგრამ ძალიან ბევრს ლაპარაკობს ამ წიგნში, როგორც სხვა წიგნში, ღმერთზე, რელიგიაზე, რწმენაზე, გადარჩენაზე. თავარი გმირი დაიჭირეს მკვლელობის გამო და აი მიდის დაკითხვა. გამომძიებელი აღმოჩნდა მორწმუნე. თავარი გმირი არის ათეისტი. ეუბნება მას, გწამს თუ არა ღმერთი? არა, არ მწამსო. და შემდეგ აყვირდა და ხმამაღალი ხმით შესძახა მას. მე ქრისტიანი ვარ. როგორ შეიძლება არ გწამდეს ის, ვინ შენთვის ეცვა ჯვარს? როგორ შეიძლება არ გწამდეს ის, ვინ შენთვის ეცვა ჯვარს? როგორ შეიძლება არ გახვე მას, ვინ შენთვის დაღვარა სისხლი და გაიღო საკუთარი სიცოცხლე? როგორ შეიძლება არ მიაკითხო ამ ექიმს, რომელიც თავად გახდა ჩვენი ტკივილების, სნეულებების, ამ ზიდველი, მტვირთველი, გაიტანჯა ჩვენი ტკივილებით და არ მიიღო მისგან უსასყიდლოდ კურნება, რომელიც მას ძალიან ძვირად დაუჯდა.